მაცხოვრის მკვეთრით აღდგომა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ღამის თევით იზეიმეს. სააღდგომო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღასრულა. სამღვთო ლიტურგია ტრადიციულად სადღესასწაულო ლიტანიობით დაიწყო. წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს, ქრისტე აღსდგა მაშასადამე ღმერთი არსებობს, ქრისტე აღსდგა მაშასადამე მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული, ქრისტე აღსდგა მაშასადამე სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია. უკვე 21 საუკუნეა სრულიად მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის მკვეთრით აღდგომას ამგვარად ეგებება. Დღევანდელი დღე ძალიან ბედნიერი დღეა ჩვენთვის. Დავით მიულოცა ყველა მოსახლეობას, მრავალ აღდგომას, მრავალ ბედნიერ დღეს დაგვასწროს და ბედნიერებას და კარგად ყოფნას მიულოცა ყველას. აღდგომის დღესასწაულს ტრადიციულად მორწმუნეები ტაძრებში ღამის თევით ეგებებიან. შავი ფარდები საზეიმოდ იცვლება და ტაძარში შეკრებილი მრევლი უდიდეს მართლმადიდებლურ მოვლენას ლოცვითა და გალობით აღნიშნავს. სააღდგომო ლიტურგია ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება. მაცხოვრის მკვეთრით აღდგომა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ღამის თევით იზეიმეს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია მოულოცავ მთელ ქართველ ერს, მთელ საქრისტიანო, მთელ მართლმადიდებლურ ერს მრავალს დაასრულს ღმერთმა და დღეს არის ქრისტეს აღდგომის დღესასწაული, მრავალს დაესწარით. ბრწყინვალე დღესასწაულია და რა ვიცი, დღესასწაულს ყველას გვაქვს ესეთი შექმნება, რომ უნდა ვიდღესასწაულოთ და ბედნიერი დღე არის. სააღდგომო ლიტურგია ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღასრულა. სააღდგომო ლიტურგია ტრადიციულად სადღესასწაულო ლიტანიობით დაიწყო. სამღვდელოების წევრებმა და მრევლმა ანთებული სანთლებითა და ლამპიონებით, ლოცვითა და გალობით ტაძარს წრე შემოარტყეს. სააღდგომო ლიტურგიის დროს ტაძარში წმინდა ძღვენს გადმოასვენებენ, რის შემდეგაც მორწმუნეები ზიარებისთვის ემზადებიან. ამ დღეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს ეზიაროს. ზიარების საიდუმლო შესრულების შემდეგ მორწმუნეები სამადლობო ლოცვებს და სახარებიდან ქრისტეს აღდგომის შესახებ ადგილებს კითხულობენ. ქრისტიანები დღესასწაულს ერთმანეთს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ილოცავენ, რაც მათ იმ სიხარულის განცდას ანიჭებს, როცა მკვეთრით აღმდგარი ქრისტე მოციქულებს ეცხადებოდა. აღდგომას აღნიშნავ ყოველთვის ეკლესიაში ღამის თევით. და დიდი დღესასწაულია დღევანდელი დღე და ულოცავთ ეს საქართველოს ქრისტე აღსდგა. ძალიან დიდი დღესასწაულია მთელი საქართველოსთვის, მთელი კაცობრიობისთვის. უფალი გფარავდეს, ღმერთი პატრონობდეს და ქართველებს ერთმანეთი მიყვარდეს. დიდი დღესასწაულია, ქრისტიანული დღესასწაული და ბუნებრივია, რომ რელიგიურ დღესასწაულს უნდა დაესრულა და მიიღო მონაწილეობა. დიდი ხანია რომ ამ დღესასწაულს ავტოებ და დღესაც ამ წელშიც მოვედი ჩვენ საკათედრო ტაძარში გადასწრებას. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით 59 დღიანი მარხვა დასრულდა. დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა შესრულდება.